ნოემბრის აქციების დროს სხვადასხვა დანაშაულის გამო სასამართლოს მონაცემებით დღის მდგომარეობით 103 მოქალაქეს ადმინისტრაციული ჯარიმა, ფულადიან 30 დღემდე საპატიმრო, ხოლო 4 სისხლის სამართლის სასჯელი შეეფარდა. თავი პირველი, ჟურნალისტები. 7 ნოემბრის დილის დაახლოებით 8 საათზე პარლამენტის წინ მომიტინგეებსა და იქ მისულ ყვითელი პოლიციის ფორმებში გამოწყობილ ადამიანებთან დრაშა თუდეის კამერაც იმყოფებოდა. ჩემი კამერა იღებდა, სხვა ტელევიზიებიც იყვნენ. პოლიციელმა მუცელში ჩაარტყა და ის გაიქცა პირველი სკოლის უკან, ავტოსადგომისკენ. ხედავდა, რომ სხვა ტელევიზიებს კამერებს ართმევდნენ. ცდილობდა კასეტა გამოეცვალა, დაემალა სადმე, მაგრამ დაიჭირეს და კასეტა წაართვეს. კამერა არ წაუღიათ. როცა ვცადეთ დაგვებრუნებინა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ კამერებს კასეტებთან ერთად ვართმევდითო და კასეტა ჩვენთან არ არისო. ასე რომ დღემდე არ გვაქვს კადრები რა ხდებოდა აქ დილის 8 საათზე, როცა ისინი მოვიდნენ და გრეჩიხას, ხაინდრავას და სხვა მოშიმშილეების ცემა დაიწყეს. მითხეს მიხარო და როცა უთხრა რომ ტელევიზიიდან იყო და მიმდინარე ფაქტებს ააშუქებდა, წაართვეს კამერა და სცემეს. და ამის შემდეგ მოხდა სამართლოში. თინათინ ბერუაშვილი, გორის ადგილობრივი ტელევიზიის ტრიალეთის ჟურნალისტი. მისი თქმით, კამერა კასეტასთან ერთად რუსთაველის გზაზე პოლიციასა და მოსახლეობას შორის შეხლა შემოხლის დროს ყვითელ ლაბადიანებმა წაართვეს. ტელევიზიას საჩივარი არ დაუწერია, თუმცა კამერის დაბრუნება ცადეს. ყვითელ მე ვთხარი, რომ როგორც ვიცი, მეთქი ყვითელ პლაშიანები იყვნენ, მეთქი პატრულის წარმომადგენლები თქო და მათ ცემეს მეთქი ჩემი ოპერატორი და წაართვეს კამერა. მაგრამ იქ მიპასუხეს, რომ რატომ ვინ შეგიყვანოთ ასეთ შეცდომაში, ასე რომ ვთქვათ, ძალიან მკაცრად აწეული ტონით მიპასუხეს ეს ვინ გატყუებთ ასეთ სისულელეს, ვინ გეუბნებათო, რომ ის პატრული იყო, აქ იყო კრიმინალური პოლიციაცო, იქ იყო სოდიცო, ყველაო წარმომადგენელი, ვინც კი შეიძლებოდა გამოეყვანათ, ყველას ეცვა იმ წუთში ყვითელი პლაში. სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 154. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 140 საათამდე, ან და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. ნებისმიერმა ადამიანმა რაიმე საგნის დაკარგვასთან თუ მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით უნდა მოგმართოს, გახდება ჩვენთვის ეს ცნობილი და შემდეგ წარმართავს ჩვეულებრივად გამოძიებას. არ არის საუბრული ჟურნალისტების ჩვენთან ამ ფაქტებზე გამოძიება არ არის, იმიტომ რომ არ მოგმართავს.